საღამო მშვიდობის მეგობრებო. აბა როგორ ხართ? აბა როგორ ჩაიარა დღე? მედია ყველას ყველაფერი კარგად გააქვთ. მოვედი ისევ ამ პატარა ეკრანით მეგობრებო. ვერ მივხვდი რა გავაკეთო უბრალოდ. ძალიან მაღიზიანებს ეს ამბავი ძალიან მაღიზიანებს. ოღონდ მართლა. ძალიან ვთხოვ ჩემს მოდერატორს შემობრძანდეს, შემოვიდეს და გამისწოროს. თქვენთან ერთად სანთელს ავანთებ მეგობრებო. ჩვენი ქალბატონი წარმომადგენელი გავანათოთ, გამოვაჩინოთ მისი ჭირი მე როგორ მიყვარს. ეს ჩემი სასწაული არსება ძალიან მიყვარს. საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? დღემ როგორ ჩაიარა ძვირფასებო? თქვენთან დღემ როგორ ჩაიარა? იმედია ყველაფერი კარგად არის. ხო, აბა რა, ეს ცოცხი არის ყველაფერი. ეს ცოცხი არის რაც არის. მორიელი გამარჯობა. როგორ ხარ ძამა? როგორ მიდის მგზავრობა? უღრმესი მადლობა საჩუქრებისთვის ყველას. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. ოი დედიკო. მოკლედ მეგობრებო. თქვენთან ერთად კარტებს მოვამზადებ, იმიტომ რომ თუ კი რომელიმეს გაღიზიანებთ მეგობრებო, ასქროლეთ. იმიტომ რომ თქვენთან ერთად როდესაც ვამზადებ დასტებს, უფრო კარგად მოდის ენერგიები. მშვიდობა მაქვს კი, უფალს მადლობა მშვიდობა მაქვს, მაგრამ ვერ დავდივარ. სიარული მიჭირს. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ სიარული მიჭირს მეგობრებო. 2 დღეა სულ წამლებში ვარ. რა მოხდა ვერ გავიგე. ვერავის ვერ დავიმატებ ეხლა აქ სასაუბროდ. მხოლოდ ჩემი მოდერატორი მჭირდება მეგობრებო, მეტი არავინ. რომ იქნებ გამისწოროს. გადავუზიარე ეხლა მას. იმედი მაქვს შემოვა. ნახოთ მანამდე ჩვენ დავიწყოთ მანამდე. არ ვიცი რატომ. კვირა დღიდან მოყოლებული დღემდე ვერ დავდივარ მეგობრებო. გადაადგილება მიჭირს.
არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ასეა კი. ფასეული, ღირებული, სერიოზული რაღაც არის თქვენთვის. რა არის ეს? ამაზე ხართ გაავებულები. რაღაც ფასეული და ღირებული. კი, ორივე ფეხის კუნთები მტკივა. ცხოვრებაში არ ყოფილვარ ასე, არ ვიცი რა ხდება. გამაყუჩებლებს ვსვამ ზუსტად, ორ გაყუჩებელს ვსვამ და დამატებით დეტრალექს ვსვამ კიდე. სულ გაქვავებული მაქვს კუნთები ფეხის. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რაღაცა ტოქსიკურად ხართ რაღაცასთან მიმართებით. ეს შეიძლება იყოს ადამიანები, ეს შეიძლება იყოს რაღაცა ჟინებით გააქვთ აჩემებული ერთი რაღაცა და გინდათ რომ აი ეს თქვენი გაიტანოთ. ხო და ხო, აი რა არის ეს? ხო, აი რა არის ეს? და ეს არის ურთიერთობა ისევ და ისევ. ეს არის ისევ და ისევ ურთიერთობა. კარგით, ნუ რაც არის, მეგობრებო. არა, ფეხის გულები არ მტკივა სხვათა შორის. ნუ კარგი, რაც არის იყოს მეგობრებო, ეხლა არა უშავს ყოველ შემთხვევაში. ენა მომართული მაქვს, გონება მიჭრის, ხელები მუშაობს, დამჯდარი, მშვენიერ, აი მოკალათებული, მშვენიერ, კარგად გრძნობ თავს. ხო. ალბათ ასე იყო საჭირო, ძალიან ბევრს დავდივარ, ძალიან ბევრს მოძრაობ, ძალიან ბევრს ვიხარჯები რო იტყვიან, ამიტომ ალბათ არაა საჭირო. ესაც ერთ-ერთი ჩემი გაფრთხილება როგორც ჩანს, ზემოდან ჩვენ რო ვიცით. ხო, ასე რომ მეგობრებო არა უშავს. არა უშავს, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. აი ასე. და გავაგრძელოთ ახლა ჩვენ. რა ხდება ახლა აქ? ხო, ნახეთ ახლა რა ხდება ქვემოდან. ეს კარტი, ეს ბოლო დროა ჩვენ არ ვცილდება მეგობრებო. ხო, არ ვცილდება ეს კარტი. ესაა ზუსტად ის რომ უყურეთ ახლა, ძალიან ბევრი რაღაცის თქმას ვაპირებ ახლა ამ წუთას. თქვენთვის ძალიან სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა. ურთიერთობა, სადაც არის პასუხისმგებლობა და სადაც არის ურთიერთდაფასება. თქვენ ესეთ ურთიერთობას აფასებთ. თუნდაც იყოს ბოდიშის მოხდა, ეს თქვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ანუ, როდესაც ადამიანი რაღაცას აშავებს, მე მაგალითად, თუ კი ვგრძნობ თავს დამნაშავედ და მე ვიცი რომ დამნაშავე ვარ, მე ამას ძალიან კარგად ვაღიარებ, მეგობრებო, ოღონდ იქ სადაც ვიცი რომ მართლა დამნაშავე ვარ. იმიტომ კი არა რომ საჭიროა სადმე ვთქვა ბოდიში, არა, მეგობრებო. გეფიცებით, მე მაქვს ჩემი ადამიანობა, სადაც ვარ დამნაშავე, მე ვიცი რომ დამნაშავე ვარ. მე ვიცი რომ უფალთან ვარ დამნაშავე სადღაც რაიმე რაღაც სიტუაციაში. მე შემიძლია ბოდიშის მოხდა ადამიანებთან და ზოგადად ყველასთან. ეს მე არ მეთაკილება და მე ამის არ მცხვენია. ხო. ხო და ახლა ნახეთ რა ხდება. ხო, თქვენთვის არის აი ზუსტად ერთი ურთიერთობაც ფასეული, სადაც არის ურთიერთდაფასება, სადაც არის ურთიერთგაგება. თუ კი არის რაიმე უკმაყოფილება და თქვენ რაღაც გრძნობთ თავს დამნაშავედ, თქვენ შეგიძლიათ რომ ბოდიში მოუხადოთ ადამიანს. კი, იმიტომ რომ ის ადამიანი მით უმეტეს თუ კი თქვენთვის ძვირფასია ხო საერთოდ. ხო. მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში რაღაც გაურკვევლობა გაქვთ ამ მხრივ და ძალიან გაავებულები ხართ, ძალიან აი განერვიულებულები ხართ. ხო, ძალიან განერვიულებული ხართ. იცით რატომ? იმიტომ რომ ეხლა პირიქით უნდა მოხდეს თქვენი პარტნიორიდან გეკუთვნით ბოდიშის მოხდა მეგობრებო და ამას არ აკეთებს. თქვენ აკეთებთ, როდესაც საჭიროა და როდესაც იცით რომ დამნაშავე ხართ და ეხლა ის როა დამნაშავე და ის არ აკეთებს ამ ყველაფერს მეგობრებო. ეს ბოდიშის მოხდის კარტია, ხო? აი ამიტომ ეხლა ხართ გაავებული. ძალიან კარგად მესმის თქვენი. ხო. თქვენ ხართ გულღია ყველას მიმართ. ძალიან გრძნობი არეები. ძალიან ისეთი უიაზვიმი. ხო, აი ეს სიტყვა რუსულად როგორ ითარგმნება, ეხა უცებ იქნებ ვერ გადავთარგმნო, მაგრამ ძალიან გრძნობი არეები ხართ მეგობრებო. არ ხართ ბოროტები. გულში არ ჩაიდებთ ბოროტებას. ადამიანმა თუნდაც ცუდი გაგიკეთოთ, თქვენ მას ბოროტებით არ დაუბრუნებთ. ჯერჯერობით არ ვიცით რაზეა კაშლა. შესავალს ვაკეთებ.
უკაცრავად, ვინც რა გაიფიქრეთ 100%-იანია, ის იცოდეთ. დავამტკიცე. ხო, კიდევ რა მეგობრებო? კიდევ რას გვეტყვის კარტი? ხო, აი მეგობრებო. აი მეგობრებო, მხოლოდ შენ. მხოლოდ შენ ხარ ესეთი განსხვავებული, ვინც მიყურებ ეხლა. მხოლოდ შენ ხარ ეხლა დამწუხრებული. მხოლოდ შენ ხარ ის, რომ გინდა რომ იყო შენი ენერგიებით თავისუფალი, თუნდაც სექსუალური, თუნდაც მიმზიდველი, თუნდაც პატივსაცემი, ძალიან ისეთი სასურველი ადამიანი თქვენი პარტნიორისთვის, მაგრამ რატომღაც შეცდომაა. ეს ფიქრი თქვენთვის შეცდომაა. ზოგიერთებისთვის. აღიარეთ მეგობრებო, რომ ძალიან ზედმეტად გასცემთ სიყვარულს და სიტყვას და უკან არ გიბრუნებენ ამ ყველაფერს. აღიარეთ საკუთარ თავთან, მიიღეთ ეს სიტუაცია ესე როგორც არის და გაუშვით მეგობრებო. და ნუ ხართ ესე დაღვრემილები. ნუ ხართ შეპყრობილები. აი, ბევრი ფიქრობთ, რომ ვინ დამწყევლაო. ხო. ბევრი ფიქრობთ, შეიძლება რომ მაგიაა. როგორიც არის მეგობრებო. თუნდაც მაგია იყოს, თუნდაც წყევლა იყოს, თუნდაც კრულვა იყოს, თუნდაც რა იყოს, ნეგატივი იყოს. მეგობრებო, ნუ გაქვთ ესეთი ნეგატიური ფიქრები. ნუ გაქვთ ესეთი ნეგატიური ფიქრები. ხო, გაუშვით ეს სიტუაცია. ეს არის კარმა თქვენი, ეს არის თქვენი გასავლელი გზა და გაუშვით მეგობრებო. დაასრულეთ, ნახეთ როგორ საუბრობს კარტი. დაასრულეთ ეს ყველაფერი, გაწადით აქედან. ხო, არ უნდა მას ბევრი ფიქრი. ამ ყველაფერს არ უნდა ბევრი ფიქრი მეგობრებო, დაასრულეთ. აი მე დავასრულე, დავსვი წერტილი, დავბლოკე, დავამთავრე. დავამთავრე მეგობრებო. უფრო მეტყავს ფიქრობდი. დაბადების დღიდან დაბადების დღემდე ვფიქრობდი, მაგრამ დავამთავრე. დავსვი წერტილი, всё. მორჩა, კინო წევიდა სახში. თქვენი გულის ტკივილი უნდა დაამთავროთ. იქ სადაც თქვენი არ ესმით. ნებისმიერ სიტუაციაში მეგობრებო, ამას არ ჭირდება ბევრი ფიქრი. თუნდაც ურთიერთობა, თუნდაც სიყვარული, თუნდაც მეგობრობა, თუნდაც ამხანაგობა, ნებისმიერი სიტუაცია. ხო. აი მეგობრებო. აი მეგობრებო. ხო. გაცნობიერებულად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი მეგობრებო და ჯექით ერთ დღეს თუ ორ დღეს, რამდენი დღეც დაგჭირდებათ მეგობრებო. განმარტოვდით და იფიქრეთ ამ ყველაფერზე. ხო. ზედაპირულად არა, ჩემო ძვირფასებო. არ გინდათ ეს ნიღბების მორგება, არ გინდათ მეგობრებო, იყავით ისეთები როგორიც ხართ, იყავით გულწრფელები საკუთარ თავთან. არ გინდათ ეს ნიღბები სხვის დასანახად. არ გინდათ მეგობრებო. პირში წყალი რო გაქვთ ჩაგუბებული და არაფერს რო არ ამბობთ, თქმის დროს ყოველთვის უნდა თქვათ სათქმელი. თუნდაც ეწყინოს ადამიანს, ეს არის თქვენი პოზიციის გამოხატვა. თქვენ უნდა დააფიქსიროთ თქვენი ყოველთვის ყველგან მეგობრებო. არავიშავს ლელა აიძულე უნდა საკუთარი თავი. ზუსტად ვაიძულე მეც, აიძულე ლელა საკუთარი თავი. გადაერთე სხვა რაღაცაზე ჩემო კარგო. სხვა რაღაცაზე უნდა გადაერთო. აი? დრო მეგობრებო, დრო ამის მოსული. ამის დროა უკვე მოსული მეგობრებო. დაიბრუნოთ უნდა საკუთარი თავი. მეგობრებო, აი პროსა ნახეთ როგორ საუბრობს კარტები. საკუთარი თავი უნდა დაიბრუნოთ და საკუთარ თავს უნდა მიცეთ კიდევ შანსი, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციაში და აღარ შეხვიდეთ ასეთში მეტი. ხო. წახვიდეთ უნდა მეგობრებო, წახვიდეთ, აი წასვლა, წახვიდეთ უნდა. და გააგრძელოთ უნდა ცხოვრება. სადაც არ ასჯობს, გასვლა სჯობს. თუნდაც დამძიმებით. საკუთარი თავის იმედად მეგობრებო. თავდაჯერებულად. ხო.
თუნდაც დიდი ტკივილით, თუნდაც იმ სიყვარულით, უნდა წახვიდეთ. უნდა წაიღოთ ეს თქვენი სიყვარული და გაბრუნდეთ და უნდა წახვიდეთ მეგობრებო. აი ასე. დანარჩენი უფალს მიანდეთ. მეტი არაფერი მიქნია 4 წელი მე. გეფიცებით, მეტი არაფერი მიქნია. არ ვაპირებ კიდევ იგივეში ყოფნას. საიდანაც ჯოჯოხეთიდან გამოვედი. გამორიცხულია უბრალოდ. არ მივცემ ამის უფლებას არავის. გამარჯობა, არ მითხრა. ლელა, რა ტიპი ხარ? გამარჯობის თქმას რა თავი უტკივა, ლელა. თავს არ შეეწინააღმდეგოთ მეგობრებო. ის რაც მიდის უნდა გაუშვათ. ან უნდა გაიქცეთ. ერთი წუთით მოვალახლავე. მოვედი მეგობრებო. მოვედი. ხო, ასე ასეა, თუ გასაკრია საქმე და გაიქცეთ, თუ წასასვლელი უნდა წახვიდეთ, ან უნდა გაიქცეთ, ან უნდა წახვიდეთ. ერთიც და მეორეც. მოკლედ, საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ჩვენი დღევანდელი თემა რაზეა, არ ვიცი. არ ვიცი რაზეა ჩვენი დღევანდელი თემა. მოდი გავაკეთოთ სამკუთხედზე. თუ იქნებით თანახმა გავაკეთოთ სამკუთხედზე. თქვენ და ის მესამე პირი. თუ არის თქვენს ურთიერთობაში მესამე პირი მეგობრებო. თუ იცით რომ არის მესამე პირი, მოდი ვნახოთ რა ხდება იქ. რა ხდება იქ მესამე პირთან? შეიძლება მშობლები იყოს. ჩვენ ხო არ ვიცით? ეხლა მე არ ვიცი უბრალოდ, თქვენ გეცოდინებათ. ვისთან მშობლებია, ვისთან პარტნიორია, ვისთან რა არის? ეხლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. მე გავარკვევ ეხლა რა ხდება თქვენ შორის. თქვენ და ის მესამე პირი, თქვენი პარტნიორია შვაში მეგობრებო. თქვენი პარტნიორი და მესამე პირი. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი თემა არის სამკუთხედი. კარგა ხანი არ გამიკეთები ამაზე გაშლა. მოდი და გავაკეთოთ ეხლა სამკუთხედზე. ხო. ნახოთ სამკუთხედზე მეგობრებო. გავარკვიოთ აბა რა ხდება. დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ. ვის ჩაი, ვის ყავა, ვის წყალი მოიმარაგეთ. კარგი განწყობით, იქნებ დაგჭირდეთ გულის გასაგრილებლად მეგობრებო. რაც იქნება მე ყველაფერს ვიტყვი პირდაპირ, ასე რომ ყველაფრისთვის ვიყოთ მზად. ხო, იმედია მივიღებთ ინფორმაციას ისეც, როგორცაც მოგვაწოდებს
უფალი და სამყარო ჩვენი ტაროს დასტის საშუალებით და დავიწყოთ. დავიწყოთ ახლა ჯერ ვინ არის თქვენი პარტნიორი, ჯერ თქვენი პარტნიორით დავიწყეთ მეგობრებო. თქვენი პარტნიორი არის მესაკუთრე ადამიანი, რომელიც შეიძლება იმყოფებოდეს ქორწინებაში. კი, მაგრამ მისთვის ეს ქორწინება, ეს სიტუაცია, ეს გარემო სადაც არის, მისთვის არის პატიმრობა, ერთფეროვნება, რუტინული ცხოვრება და ადამიანი ძალიან უბედურად გრძნობს თავს იქ. უბრალოდ ვგიჟდები, რომ ზუსტად თემის და შესაბამისად საუბრობს კარტები. ვინ არის თქვენი პარტნიორი? თქვენი პარტნიორის ენერგიები ესეთია ახლა. ძალიან განიცდის მეგობრისთან დაკარგვას. ბევრმა შეიძლება ნივთი დაკარგა, რაღაც შესაძლებლობები დაკარგა. აქ იყო რაღაც ტყუილები, დაკარგვა ურთიერთობის თუ მეგობრობის თუ ნივთის დაკარგვა. კი, ეხლა მეგობრებო, ფიქრობს იმას, რომ რაღაც შესაძლებლობები გამოიყენოს, რაღაც გზები გამონახოს, რაღაც მოიფიქროს, მაგრამ ფიქრობს იმასაც, რომ იქნებ არ გამოუვიდეს. ჩემმა პარტნიორმა, ჩემმა ქუცურამ, მეგობრებო, არანაირი პარტნიორი, ჩემმა ქუცურამ, რომ დაუბლოკო დღეს ვიღაცით გამომიგზავნა მეგობრობა და არ დავიმატე. აი ასე მეგობრებო. ესეც ბევრს იზამს თქვენი პარტნიორი. აი მეგობრებო, მოულოდნელი ცვლილებებია მის ცხოვრებაში. გეგმები, რომელიც არ განხორციელდა და აქ არის ერთობის გაწყვეტა. აბარა, ეს ერთი და სხვა მრავალი მოუწევს მას. ხო. ეხლა კიდევ მეგობრებო. ხო დამბლოკა, მეც დავბლოკე, ეხლა მიგზავნოს და იყოს. ხო, ამდენი წლის მერე ადამიანი რო გამოჩნდება და კიდევ დაგბლოკას მეგობრებო. ხო, დაგაიგნორებს. არ ვიცი რა ქვია მაგას. დავსკრინე და შევინახე თან. დაიგნორებული საიტი. დავსკრინე და შევინახე მეგობრებო, კი. აი ესე ვაკეთებს, ვაკვირდები ადამიანებს, კი. პაუზაშია ეხლა მეგობრებო თქვენი პარტნიორი. ვერ ხდება რა გააკეთოს. ხო. ვერ ხდება იმას, რომ ამ ურთიერთობაზე იმუშაოს, იზრუნოს, იფიქროს თუ დასრულდა. ხო. კი. თავს გძნობს მოტყუებული, თუ თქვენ მოგატყუათ, ესე ფიქრობს მეგობრებო. ეგოისტი ადამიანი, რომელსაც უყვარს რაღაც არასტაბილურობები. აი ესეთი სიტუაცია, ესეთი განცდა გაქვთ თქვენ მასთან არასტაბილურობის მეგობრებო. ძალიან არეულდარეულია ხარ თვითგანადგურებაზეა მისული, ძალიანაც კარგი, ეკუთვნის. რაც დათესა, იმას მოიმკის შემოდგომა ზუსტად მაგისაა მეგობრებო. რასაც დავთესავთ გაზაფხულზე, იმას მოვიმკით შემოდგომაზე წლის ბოლოს. აი ძალიან კარგი ის აქვს სამყაროს, აი ზუსტად. აი ესე. ხო. კიდევ ვინ არის ის, რა ხდება მასთან? ხო, შესაძლებლობების დანაკარგი. გაუმართლებელი რისკი. ის რაც გარისკა მან თქვენთან მიმართებაში, ზოგადად მის ცხოვრებაში არაფერმა არ გაუმართლა, იმიტომ რომ არასწორი საქციელებით არის ეს ადამიანი დაკავებული. თავისი რისკები არ ამართლებს, იმიტომ რომ არასწორად რისკავს მეგობრებო. ხო, ეხლა მინდა ვკითხო კარგს, თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები როგორია ამ დროს? ვინც მე მიყურებთ ეხლა, თქვენი ენერგია როგორია ამ დროს? თქვენ ძალა გაქვთ. თქვენ ძალა გაქვთ. თქვენ იმის ძალა გაქვთ, რომ ამ გაურკვევლობიდან გახვიდეთ. თქვენი გაურკვევლობიდან გახვიდეთ, მეგობრებო, თქვენ ამ ჯებირების გარღვევა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ნუ ხართ და ნუ დაიბნევით. ნუ დაიბნევით მეგობრებო. აწონ-დაწონეთ ყველაფერი, აი მეგობრებო, ზუსტად რაც პირველ შესავალში ვთქვი. რომ უნდა აწონ-დაწონოთ ყველაფერი, საკუთარ გონებაში უნდა გადახარშოთ, გადაამუშავოთ ეს ინფორმაცია და ეს სიტუაცია, რაც თქვენ გაქვთ, მიიღოთ უნდა ეს ყველაფერი ისე როგორც არის და გაუშვათ, მეგობრებო. დაიკარგა, არ გამოვიდა, გაუშვით, დაიკარგა, გაუშვით. არ მოგწერათ, აი ხო ხდებით, რასაც გულისხმობ. რაც არ გამოვიდა, გაუშვით. ხო. არ ეცადოთ იმის დაკავება, რაც არ არის, რაც აღარ არის უკვე. ამის დაბრუნება არ ეცადოთ, მეგობრებო. ცდელობა გაგრძელება, მანამ სანამ არ მოიპოვებთ თქვენსას, ეს არ გააკეთოთ, მეგობრებო. ძალით, ნებით თუ უნებლიეთ, ეს არ გააკეთოთ.
რაიმე ძალას ხერხს არ მიმართოთ რაღაცისთვის. ხო. ხო, იმიტომ რომ რის ფასად მოგიწევთ ეს ყველაფერი თქვენ არ იცით. იმ ყველაფრის დაბრუნება. ამისთვის ძალიან დიდ გასამჯელოს მოითხოვს თქვენი ძალა. ნებისმიერი. ეს შეიძლება იყოს ენერგია, ნერვები, ფსიქოლოგიურად შეიძლება გაგიჭირდეთ ძალიან. ხო, აი ძალიან დიდ ძალას წაიღებს თქვენგან მეგობრებო და აი რის ფასად? თქვენი ჯანმრთელობის ფასად და ეს არ გიღირდეთ. არა მეგობრებო, იქ სადაც ბევრი ტყუილია. ხო? იქ არ ღირს ამ ურთიერთობაში ჩაბმა, იმიტომ რომ აქ არის, ნახეთ როგორ იქნებით, აბჯარასხმული იქნებით ყოველთვის. და ამ დროს მოტყუებული ადამიანიდან 21-დან 35 წლამდე დაახლოებით 40 წლამდე ადამიანია, ვისთან 40 წლამდეა, ვისთან 35 წლამდე თქვენი პარტნიორი. თქვენ უნდა დაიწყოთ ცხოვრება თავიდან, ახალი ფურცლიდან, თქვენთვის გააგრძელოთ უნდა. სუფთა ფურცლიდან, ახალი ფურცლიდან მეგობრებო. ხო, ესეთ ენერგიებში უნდა იყვეთ. შეიძლებაც და ხართ უკვე, არის ნერვიულად ყველაფერი გამოგივათ. თავარია ეცადოთ და საკუთარი თავი დაარწმუნოთ თუ აიძულოთ თუნდაც მეგობრებო. უნდა აიძულოთ კი, ზოგჯერ უნდა აიძულოთ. ეცადოთ უნდა. ყველანაირად უნდა ეცადოთ. მოკლედ. მოდით მეგობრებო, ეხლა ვინც ეხლა შემოგვიერთდით. ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით ყველას. უღრმესი მადლობა ყველას ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გვერდით დგომისთვის. მეგობრებო, გაიხარეთ ყველა. დავიწყოთ ეხლა ჩვენი თემაა დღევანდელი სამკუთხედი. თქვენი პარტნიორი და მესამე პირი, მესამე სიტუაცია, სამკუთხედი მეგობრებო. მე კარგს გავყოფ ეხლა სამ ნაწილად. სამ ნაწილად თუ ორ ნაწილად? სამ ნაწილად. კარგი, იყოს ასე როგორცაა. ორ ნაწილად. ეს იქნება თქვენი, ეს იქნება მესამე პირის მეგობრებო. ანუ იქ ესაა თქვენი, ესაა მესამე პირის. შეიძლება მშობლები იყოს მესამე პირი, არ გამოვრიცხავ. ასე რომ, მოდი დავიწყოთ ჯერ იმით. იქ რა ხდება? იქ რა ხდება მეგობრებო? რა ხდება იქ? რა ხდება თქვენი პარტნიორთან? იქ სადაც არის ახლა თქვენი პარტნიორი, იქ რა ხდება? რა სიტუაცია აქვს იქ სადაც არის? მეგობრებო. იქ რა სიტუაცია აქვს და აჰა. ნახეთ ახლა. ეს ადამიანი შეიძლება იყოს კარგი მაცხოვრებელი, ფინანსურად მყარად ფეხზე მდგომი, მაგრამ ყველაფერი კონდეს, ფუფუნებაც, ცხოვრებაც, ბედნიერებაც, ყველაფერი კონდეს, მაგრამ არაფერი არ უხაროდეს. მეგობრებო. აი ზუსტად ორივე კარტი. მეგობრებო, მკვდარზე ვენოკი. დამარცხებულად გრძნობს თავს, განადგურებულად გრძნობს თავს, უპასუხისმგებლოდ იქცევა იქ. აი მეგობრებო, ავადმყოფურათა ეს ადამიანი ამბობს, რომ იქ რაც აქვს ახლა, ამ ყველაფერს არ ელოდა, ამისთვის არ იყო მზად. ჩვენ ბოდიში. ხო? განქორწინება აქვს იქ. თქვენი პარტნიორი თუ კი ურთიერთობაში იმყოფება ოფიციალურად. ეს შეიძლება იყოს ოჯახი. ოფიციალური ოჯახი, იქ ძალიან ცუდად აქვს საქმე. მეგობრებო, იქ აქვს განქორწინებაზე საუბარი. გაუგებრობა აქვს იქ და უკვე განქორწინებაზე აქვს საუბარი. კი, იქ უმოძრაობაშია მეგობრებო.
აი ქორწინების კარტი, გადმოbrunებულია, დაამთავრდა იქ ყველაფერი. სიცნელეების სირთულეები, არასტაბილურობა, კატასტროფული სიცნელეები აქვთ. მეგობრებო, ჯოჯოხეთი აქვთ მოწყობილი, რო იტყვიან. ახ, მეგობრებო. ეს არ ვიცი ვინა, მშობელია თუ ცოლია თუ ქმარია თუ ვინა. არ ვიცი მეგობრებო, თქვენი პარტნიორი სადაც იმყოფება. აი, იქ აქვს ეს. ეს შეიძლება იყოს დედაც და ეს შეიძლება იყოს პარტნიორიც. მამაკაცებო, ახლა თქვენ თუ მიყურებდა, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რადგან კაბაა ცვია, ეს შეიძლება იყოს მეორე ნახევარი მისი თქვენი პარტნიორისაც. ხო. ასე რომ და შეიძლება იყოს მშობელიც. არ გამოვრიცხავ მეგობრებო. ხო. ახლა მინდა ვკითხო კარტს. თქვენთან დაკავშირებით ეს მისი კარტი ახლა გადავდები მეგობრებო დროებით. ხო. ახლა მინდა ვკითხო კარტს თქვენთან დაკავშირებით. აი თქვენთან რა ხდება, აი რა გრძნობა აქვს, რა ურთიერთობა აქვს, რა ფიქრი აქვს. აი თქვენთან მიმართებაში თქვენ პარტნიორს რა აქვს? დაქვეითებული აქვს ნერვიულობით ყველაფერი. გადაწყვეტილების მიუღებლობა აქვს. აი ამან უქნა ეს ყველაფერი. არასწორი გადაწყვეტილება, შეცდომები, დაცილება, მარტოობა, არეულობა აქვს თქვენთან მეგობრებო. აი თავისი წასვლით თუ რაღაც გაურკვევლობით თუ აი გადაწყვეტილების თქვენსკენ არ მიღებით, მოვიდა ეს ყველაფერი გეგმების შეუსრულებლობა. ამ ადამიანს ძალიან უნდა წარსულის დავიწყება, ახალი ურთიერთობის ახალის წამოწყება, ანუ ახალი პერიოდის დაწყება უნდა თქვენთან. აი საერთოდ ახალი, სულ სხვა მეთოდით, სულ სხვა ფორმატით, სულ სხვანაირად და ამბობს, რომ დრო ყველაფრის მკურნალიაო. თქვენთან მიმართებაში. რა გრძნობა აქვს თქვენთან მიმართებაში? თავზე ჩამოემხო ყველაფერი მეგობრებო. პრობლემები აქვს. აი როგორ ევედრება უფალს თქვენს დაბრუნებას. მეგობრებო, კოშკი აქვს თქვენთან. ეს კოშკი დასასრულიცაა და დასაწყისიც. იცოდეთ ეს? თქვენთან დასაწყისი აქვს მეგობრებო. თქვენ ამ ადამიანს ელოდებით. თქვენ ამ ადამიანთან ყველაფერი გინდათ, დასვენებაც გინდათ, ურთიერთობაც გინდათ. გინდათ რომ რომანტიული საღამოები მოგიწყოთ, სადღაც წაგახალისოთ, პიკნიკზე წახვიდეთ, დაისვენოთ. თქვენ ეს ყველაფერი გინდათ კი? კი. მაგრამ ამ ტყუილებს რა უყოთ? ამ ტყუილებს რა უყოთ? ამას ვერაფერს ვერ უზამთ მეგობრებო. ხო, მოდი ახლა მინდა ვკითხო იქეთ. იქეთ მინდა ვკითხო. რა ხდება იქ მესამე პიროვნებასთან კიდევ? აი რა ხდება, იქაური ამბები მეგობრებო. აი, განქორწინება უნდა, კარგი, კიდევ რა ხდება, რას გვეტყვის მის სიტუაციაზე? წასვლა უნდა საცხა, რაღაც წასვლა უნდა. მაგრამ ვერ მიდის, დაბრკოლებები აქვს. ძალიანაც კარგი. კიდევ რა ხდება იქ? კი, ერთ წელზე დადის მეგობრებო იქ. ერთი და იგივე ხდება იქ. თუმცა ამ ადამიანს უკვე ძაბზე აქვს ნერვები, რაღაც ახალი დაწყება უნდა იქ. მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამს, ვერ რისკავს, ვერ ბედავს. ხო, წასვლა უნდა იქედან მეგობრებო. იქედან უნდა წასვლა თქვენ პარტნიორს, ანუ იქედან უნდა წამოსვლა. იქ მეგობრებო. თქვენი პარტნიორი თუ კი მართლაც იმყოფება ქორწინებაში და ნამდვილად იცით რომ იქ პარტნიორი ყავს. საეჭვიანოთ არ გაქვთ საქმე. იქ არაფერი არ აქვთ. თუნდაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, იქ არაფერი არ აქვთ მეგობრებო. იქ საერთოდ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მე მგონი სასაკლაო აქვთ მოწყობილი. ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი წარსულზე. წარსულ მოგონებებშია. წარსულ მოგონებებშია მეგობრებო. რას ფიქრობს? ეს კარტი დედას გეფიცებით ჩავაბრუნე და ამოვიდა. ამ ქალზე ფიქრობს, სტაბილურ ქალზე ფიქრობს, სტაბილურ ადამიანზე ფიქრობს, სტაბილურ მამაკაცზე ფიქრობს. ვინც მიყურებთ ახლა უბრალოდ? მეგობრებო,
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენზე ფიქრობს და გაურკვევლობაშია. როგორ მოვიდეს, რა გზით მოვიდეს, რანაირად მოვიდეს, რა გითხრათ რომ მოვიდეს, ვერ ხვდება, არ იცის. მიიღებთ თუ არა, იგიც არ იცის. გინდათ, არ გინდათ, ესეც არ იცის. ხო. თან აქვს გაურკვევლობა ფინანსების, მონეტების რაინდი. ხო, უნდა რომ ამ ყველაფერს რაღაც თავის წასვლას და რაღაცაებს ორგანიზება გაუკეთოს. მაგრამ იცის რომ ეს ადვილი არ იქნება. ძალიან რთული იქნება ეს მისთვის. ძალიან რთულად ეძლევა ამ ადამიანს ზოგადად რაღაცაები თავის ცხოვრებაში. კი, შეიძლება კონდეს ახლა ჯანმრთელობის პრობლემა, ან მემკვიდრეობის პრობლემა, თუ განქორწინება აქვს, მაშინ მემკვიდრეობის გაყოფის პრობლემა აქვს. შეიძლება კონდეს პრობლემები სამართალთან ამ ადამიანს. ანუ რა პრობლემებიც აქვს, იმ სფეროში თავისი პროფესიონალი ჭირდება, ექიმი, ადვოკატი, თუ მეცნიერი, თუ ნუ რაცა. ხვდებით ხო, ალბათ, ხო. რომ თავის სტაბილურობაში მოიყვანოს. ხო, მოგეთ ახლა ვკითხოთ. ხო, კიდევ მოდით აბა ვკითხოთ თქვენთან დაკავშირებით. რას უნდა ელოდოთ ამ ადამიანიდან? რა ნაბიჯებს გადმოდგამთ თქვენთან მიმართებაში? აი, რა ნაბიჯების გადმოდგმა სურს თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანს? ოხ, რა ცუდათა. უბედურად არ შემდგარი ნიშნობა ან ქორწინება. თუ კი გპირდებოდათ დაქორწინებას და ოჯახებას, მეგობრებო, და ეს ყველაფერი არ გამოუვიდა, ხო, ამ ყველაფერს ძალიან განიცდის, იცოდეთ. კი, ამ ყველაფერს ძალიან განიცდის. რა ნაბიჯები უნდა გადმოდგას თქვენთან, რას გააკეთებს? ჯერჯერობით ვერაფერს, მეგობრებო. ხო, ძალიან დიდი აუხდენელი ოცნება ხართ მისი. იცის რომ ელოდებით. მან იცის რომ თქვენ იცით მისი ცხოვრების ყველაფერი. თვითონ ხვდება, მეგობრებო, იმას რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით მის ყველაფერს. მოვა, არ მოვა, როგორ მოვა, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით. და მან იცის ეს, რომ თქვენ ხვდებით ყველაფერს. კი, თქვენ ხართ უკვე მანიპულატორი მისთვის. ადრე თუ თვითონ იყო, ეხლა თქვენ ხართ. ეს ასე ფიქრობს თვითონ, რომ თქვენ ხართ მანიპულატორი უკვე, მისი საქციელები აიღეთ და ძალიან კარგია რომ აიღეთ. ხო. ძალიან კარგად ისწავლეთ. თავისი ტყუილებიც ისწავლეთ, თავისი საქციელებიც ისწავლეთ, აი იცით, თავისი დაუნდობელი საქციელები, მეგობრებო, როგორც გიმეტებდათ თქვენ. აი ისე ზუსტად. ხო. უკვე მას ეშინია თქვენი, მოდი ასე ვიტყვი. თქვენ იმდენად უცხო გახდით უკვე ამ ადამიანისთვის, ამ ადამიანს უკვე ეშინია თქვენი. ხო. კრიზისი აქვს თქვენთან, კონფლიქტი აქვს თქვენთან. უნდა რომ ამ ყველაფერს თავი აარიდოს. თქვენთან დაკავშირებით, არ უნდა რომ იკამათოთ ჩვენ ბოდიში. ცოტა ხო არ დააგვიანდა ამაზე ფიქრი? ხო, კიდევ დაგვიანების შიში აქვს. აი თქვენთან რომ მოვიდეს და თქვენ რომ უკვე სხვა ყავდეთ. ან თქვენთან რომ მოვიდეს და თქვენ აღარ მიიღოთ. ან თქვენთან რომ მოვიდეს და თქვენ მიიღოთ, მაგრამ იმის შიში კონდეს რომ მე სამაგირო არ გადაუხადოთ. ხო. ხო, აი ამის ეშინია. რო თქვენი მონა მოჯამაგირი არ გახდეს, იმისაც ეშინია. პადკაბლოჩნიკი არ გახდეს, ამის ეშინია. ხო. თუმცა თითქოსა კარგი ამბების მოტანა უნდა თქვენთან. თქვენთან მიმართებაში. უნდა რომ ამ ურთიერთობაზე იმუშაოს და ფიქრობს ამ ყველაფერზე, მაგრამ ყველაფერზე ფიქრობს. ყველაფერზე ფიქრობს, მეგობრებო. კი. იმაზეც ფიქრობს, რომ იბრძოლოს, თუ გამოუვა, თუ ღირს ამისთვის ბრძოლა, შეიძლება ამასაც ფიქრობდეს.
ხო, შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ არ გამოუვიდეს, ამას ძალიან ნერვიულობს. იქნებ ამ ადამიანს რაღაცის ყიდვა უნდა თქვენთვის ეს კედლების აშენება, შეიძლება ბინის ყიდვა უნდა, შეიძლება რაღაცის ჩუქება უნდა, აი რაღაცა უნდა რომ გაჩუქოთ. ხო, რაღაცა შეიძლება, რაღაცას ფიქრობს მეგობრებო, კი. ხო. კარგი, იმ მესამე პირთან როგორ აქვს საქმე თქვენს პარტნიორს? აინტერესებს იმ მესამე პირთან როგორ აქვს საქმე და ზოგადად როგორ წავა მათი ურთიერთობა. თუნდაც დედაშვილური, როგორ წავა მათი ურთიერთობა. იქ სპეციალურად არის მეგობრებო, ეს არის ლიტერატურულად დაგეგმილი და გადაჭრილი საქმე, ანუ სპეციალურად სხვა გზა რო არ აქვს ადამიანს. სპეციალურადაა იქ ოფიციალურადაა მეგობრებო, მხოლოდ ოფიციალობა, მეტი არაფერი. თქვენ გამო ეს ადამიანი იქ კამათობს. იცოდეთ რომ 1000%-ით თუ კი გიცნობენ, ხო, აი თუ კი გიცნობენ, ხო იკამათებენ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არ გიცნობენ, ზოგადად სახელდობრ, ხო? იციან რომ ვიღაც არის მის ცხოვრებაში და ეს ვიღაც თქვენ ხართ და ამის გამო კამათობენ მეგობრებო. ხო. აი ასე კი. კიდევ მოიჩვენებითი, იქ არის მოიჩვენებითი ყველაფერი მეგობრებო. იქ არის ყველაფერი მოჩვენებითი, გარედან ჩანს ოჯახი, გარედან ჩანს დედაშვილობა, გარედან ჩანს ურთიერთობა. თუნდაც რა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, გარედან ჩანს ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ. შიგნიდან არაფერი არაა მეგობრებო, არ დაიჯეროთ. არ დაიჯეროთ მეგობრებო. ეს არის წინ დაუხედავი ნაბიჯი მისი იმ სიტუაციაში, სადაც არის. ხო, არა მეგობრებო. აი როგორ ამოყირავებულია თვითონ და მისი პარტნიორიც. ის ქალიც ამოყირავებულია, ის კაციც ამოყირავებულია, ვისთანაც იმყოფება თქვენი პარტნიორი. ვისთანაც იმყოფება თქვენი პარტნიორი ის ამობრუნებულია ისიც, ვისთანაც არის. თუნდაც მშობელი იყოს. მეგობრებო, არანაირი ოჯახი, არანაირი პასუხისმგებლობა, ვალდებულება, არაფერი იქ არ აქვთ. პრობლემების და უსიამოვნებების მეტი. სხვადასხვა აზრთა ჭიდილი, აი სულ გაბრაზებულები არიან, სულ კამათი აქვთ, სულ ჩხუბი აქვთ, სულ გაურკვევლობა აქვთ, სულ უკმაყოფილება აქვთ, იქ უთანხმოება აქვთ, არაფერი იქ არ აქვთ მეგობრებო. ასე აქვენ ჩხუბი, გამიშვი დამაკავე აქვენ მეგობრებო. მოლაპარაკება არ იციან, შეთანხმება არ იციან, არ გამოსდით მეგობრებო და ასე ხელჩართული ჩხუბობენ. ხო. აი ასე ჩხუბობენ იქ მეგობრებო. თქვენთან რა მეგობრებო? თქვენთან შეცდომები, მატერიალური დანაკარგები, აი თავისუფლების შეგრძნება რო დაკარგა ადამიანმა, თქვენთან ერთად ეს ადამიანი, თქვენ რომ დაკარგავს თავის თავისუფლებასაც. ხო. თქვენთან რა? ხო, მეგობრებო, თქვენს დაკარგათ. გაუმართლებელი რისკი, ესეც ოჯახის კარტია, ხვავის და ბარაქის კარტია. ეს ორივე მეგობრებო, ორივე ცხრიანების თასი და ათიანების მონეტა. აი ხო ხვდებით ახლა რა დაკარგა თქვენი სახით ამ ადამიანმა. ხვავი, ბარაქა, წინსვლა, მატება, წარმატებები თავის ცხოვრებაში, გამართლებები, ბედი, იღბალი, რო იტყვიან. ოქროს თევზი დაკარგა. ხო. თქვენი სახით დაკარგა. ხო, ახლა იმალება მარტოობაშია. ხო, მარტოობის განცდა აქვს.
ძალიან უნდა თქვენთან სიახლეები, ახალი ცხოვრების დაწყება, თავიდან ყველაფრის დაწყება უნდა, მაგრამ ეხლა თქვენ ამბობს, რომ თქვენ ხართ მისი. ეს ადამიანი აუცილებლად მოძებნის თქვენთან მოსასვლელ გზებს. ის შეიძლება რაღაცა პატარა საჩუქარიც გაგიკეთოთ, შეიძლება დიდიც გაგიკეთოთ. ეხლა იმის და მიხედვით რა საშუალება აქვს ამ ადამიანს მეგობრებო, თქვენ მიხვდებით უბრალოდ. ხო, თუნდაც გამოიყიდვის მიზნით, ან თავისი ცოდვები რო გამოისყიდოს თავისი საქციელით, ეხლა არ გამომიხდეთ აქ საყვედურებით, ძალიან გთხოვთ. ბალანს ეცდება აუცილებლად, მეგობრებო, და აუცილებლად ეცდება, რომ ეს სიტუაცია მიაწყნაროს. ხო. მოკლედ, ამ ადამიანს თუ კი თქვენთან უნდოდა თავისუფალი ურთიერთობა. შეიძლება უნდოდა თქვენთან თავისუფლად ყოფნა, იქეთაც ყოფილიყო და აქეთაც, მეგობრებო, და ეს არ გამოუვიდა. ეს იყო უსამართლობა. თავისუფალი ურთიერთობა უნდოდა თქვენთან, ანუ ორ სკამზე ჯდომა უნდოდა, მეგობრებო, და არ გამოუვიდა. დაკარგა ყველაფერი, ორ სკამზე, ორი კურდღლის მადევარი ვერაფერს ვერ დაიჭერს, მეგობრებო. აღარც იქეთ აქ საქმე და აღარც აქეთ აქ. არა, მეგობრებო, ეს არის სულიერად დაბალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანი, რომელმაც დაკარგა ესეთი სიყვარული. ბედნიერება და ყველაფერი კარგი დაკარგა. აი ესე, მეგობრებო, თქვენი სახით. ხო და იქ რა ხდება? იქედან წასვლა ხდება, იქედანაც წამოსვლა აქვს, მეგობრებო. იქედანაც წამოსვლა აქვს. ხო. იქედანაც წამოსვლა აქვს და იქედან რომ წამოვა თავს ჩათვლის გამარჯვებულად. იმიტომ რომ იქ არაფერი აღარ აქვს, მეგობრებო. იქედან როდესაც წამოვა ჩათვლის თავს გამარჯვებულად. აბატონო. იქნებ მართლაც ასე იყოს კი. იმიტომ რომ იქ არის არასრულყოფილებაში, იქ არის გულგატეხილი. იქ უკვე აღარ წამს იმ ყველაფრის, რაც აქვს. ის მისთვის უკვე არაფერი აღარაა, მეგობრებო. ეს არის ცუდი კავშირი, ცუდი ურთიერთობა, სადაც ბალანსი არ არის. და ადამიანი ყოველთვის მარტო გრძნობს თავს. სულ კონფლიქტებშია, სულ აგრესიულია. ვერ ახერხებენ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მეგობრებო. ხო, ამიტომ იქედან წამოვა ეს ადამიანი. კი, წამოვა ესე, განოლებული, თითქოს არაფერი მომხდარა, გარისკავს და წამოვა, მეგობრებო, კი. დაცილდება იქ, აი დაცილება აქვს იქ. აი ურთიერთობის დასრულება, დაცილება. ხო. დაკარგვა ურთიერთობის დატოვება, მეგობრებო, და ხო, ახალი ცხოვრების, ახალი შემოთავაზებებისკენ წასვლა, მეგობრებო. მოკლედ, ერთი რაღაცის თქმა შემიძლია. ამ ადამიანიდან გაიგებთ მნიშვნელოვან ამბავს. ოღონდ ძალიან გთხოვთ, რა მნიშვნელოვანი ამბავი იქნება ეს, მერე გამაგებინოთ მეც. იმიტომ რომ ეს ადამიანი წამოსვლას ფიქრობს იქედან და რაღაც შემოთავაზებებით მოსვლას ფიქრობს, მეგობრებო. პაჟი, თუნდა პაჟი. კი. ამას ფიქრობს. ასე რომ იქ არაფერი აღარ აქვს, მეგობრებო, არი ნერვიულოდ, თუ კი ეჭვიანოთ, არც ეჭვიანოთ. საეჭვიანოდაც არ ღირს, თავის ტკივილადაც არ ღირს. კი, საწყენია და დასანანია, რომ ადამიანი ასე გაგიმეტებს და მოგექცევა და თავის დროზე არ დაგაფასებს, მაგრამ იქ რაც ხდება ეხლა მისთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესე უნდა მოხდარიყო. ორ სკამზე მჯდომი ადამიანი ღირსად ვერ ნახავს სიკეთეს, ასე რომ ეკუთვნის. აი ასეა ჩემო ძვირფასება. მე მინდა ვკითხო ეხლა კარდს. რა რჩევას მოგცემთ სამყარო? აი რა რჩევას მოგცემთ სამყარო? თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მეგობრებო?
რა არის ის რაც უნდა გააკეთოთ? რას გირჩევთ? მანიპულაციები. მეგობრებო, ნახეთ? ნახეთ მეგობრებო, აი ზუსტად. არც ველოდი სხვას. მეგობრებო, აი რასაც თვითონ გიკეთებდათ მანიპულაციებს და ანუ გიყურებდათ შორიდან, აკვირდებოდა თქვენ საქციელებს, თქვენ როგორ იტანჯებოდით თუ ნერვიულობდით თუ ნუ როგორც იყავით, რა დღეშიც იყავით, ეხლა იგივე უნდა გააკეთოთ თქვენც. ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ თქვენც წახვიდეთ და უღალატოთ პირდაპირ მნიშვნელობით ასე გაჭრილად. არა, მეგობრებო. მაგრამ აეჭვიანეთ. აი ზუსტად ისე გააკეთეთ, როგორც თვითონ აკეთებდა. დაგბლოკეთ თქვენც. მეგობრებო, აი რაღაცა ისეთი რაღაცები უნდა მოიფიქროთ, მეგობრებო, რომ აი ეს ადამიანი ასე შეშინებული გიყურებდეთ ზუსტად. აი ზუსტად, მეგობრებო. აი ესე უნდა გააკეთოთ. აი რჩება სამყაროდან მესმის. ამის უფლება გაქვთ. გააძლევთ უფალი და სამყარო ამის უფლებას, რომ აი ზუსტად ისევე იგივე გაუკეთოთ, რაც მან. ან მას რაც არ უნდოდა რომ გაგეკეთებინათ, ის უნდა გააკეთოთ ზუსტად, მეგობრებო. აბა რას გიშლიდათ? მოკლეკაბას გიშლიდათ, ჩაიცვით. მოხდის გიშლიდათ, ჩაიცვით. აი ზოგიერთების არ იყოს სხვაზე წასვლას და აი რო ვეძახით ჩვენ კოსტიუმის კუპალნიკების ჩაცმას გიშლიდათ, უნდა ჩაიცვათ პირიქით, მეგობრებო. აი რასაც გიშლიდათ, ის უნდა გააკეთოთ ზუსტად. ხო. აი ასე უნდა აეჭვიანოთ, ამის თქმა მინდა, მეგობრებო. უნდა აეჭვიანოთ ეს ადამიანი. აი ასე მომწონს უკვე სამყაროდან ეს ყველაფერი. ხო, მეგობრებო, ასეა, აბა. ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათს. თქვენს პარტნიორზე და მესამე პირზე. აი რა ხდება იქ? იქნებ რა უნდა გვაჩვენოს, მეგობრებო, ასტრაბარათმა. იქნებ რა უნდა გვაჩვენოს. რა ხდება იქ? თქვენს პარტნიორსა და მესამე ადამიანს შორის. და ვიმეორებ, მესამე ადამიანი შეიძლება იყოს მშობელიც. ასე რომ ხო, რა ხდება იქ? იქ არაფერი არ ხდება, მეგობრებო. იქ ხდება წინააღმდეგობები. ეს არის წინააღმდეგობების კარტი. წინააღმდეგობის კარტი, მეგობრებო. უყურეთ, ერთმანეთს უკითხავენ მორალებს. ესენი. იქ ერთმანეთს უკითხავენ მორალებს. აგი ამას კითხულობს, თავისი წესი და კანონი აქვს თქვენ პარტნიორს, ის კიდე თავის წესებს და კანონებს უკითხავს და არიან ასე, მეგობრებო. წინააღმდეგობები აქვთ ძალიან მაგარი. ხო. კიდევ რა ხდება? ხო. იქ რა ხდება, მეგობრებო და ნახეთ, აკვირდებიან ერთმანეთს. იქედან ქალი ყარაულობს, აქედან მამაკაცი, მეგობრებო. ერთმანეთს ყარაულობენ. ერთმანეთს სამაგეროს უხდიან თუ რას უშვებიან, არ ვიცი, მეგობრებო. სასტიკად უხდიან ერთმანეთს ყველაფერს. ეს არის სასტიკი ადამიანის კარტი. ეს არის მიჯაჭულობის კარტი, მეგობრებო. კაცრი ადამიანის კარტი. ძალიან მკაცრად არიან ერთმანეთში ისინი ახლა. რა ხდება იქ და? მოკლედ, რაც არ უნდა, წესრიგის დამყარება უნდოდენ ურთიერთობაში, მეგობრებო, არაფერი არ გამოუვათ, იმიტომ რომ ეს არის ჯიუტი ადამიანები. ჯიუტია თქვენი პარტნიორიც არანაკლები. ხო, რო იტყვის, ის უნდა იყოს ისე და ისე ვერასდროს ვერ იქნება, როგორც მას უნდა. იქ ხდება ყველაფერი ცუდი. მიჯაჭულობა, ეჭვიანობა, დამცირება. სასჯელია ერთმანეთისთვის მათი ერთად ყოფნა, მეგობრებო, მოდი ასე ვიტყოდი. ხო. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი აქვთ გახსნილი თქვენს პარტნიორს და იქ მის ოჯახის წევრებს, სადაც იმყოფება. აი ასე, მეგობრებო. სამყაროა სამყარიანი. ხო, ნახეთ რა ხდება ახლა ცნობის მოყარეობა. ცნობის მოყარეობა კლავთ ახლა, მეგობრებო, ერთმანეთის. რა ხდება, ვერ გაუგიათ. ერთმანეთში ვერ გაუგიათ რა ხდება. რა დღეში არიან, მეგობრებო, ვერ გაუგიათ. ხო,
ხო, თითქოს რაღაცის დაწყება უნდათ, მაგრამ რაღაცის დაწყება უნდათ. ვისი დაწყება უნდათ? მოკლედ, ვისი დაწყება უნდა და სავარაუდოდ აქ არის თქვენი პარტნიორი. თქვენი პარტნიორი აპირებს ახალის დაწყებას, რაღაცის დაწყებას, ახალის დაწყებას არა, რაღაცის დაწყებას, რაღაცის წამოწყებას, რაღაცას ფიქრობს, მეგობრებო, ამ ლაბირინთიდან გამოსვლას ფიქრობს. ნახეთ, ლაბირინთზე დგანა თქვენი პარტნიორი და ამ ლაბირინთიდან გამოსვლას ფიქრობს, მეგობრებო. ხო, ფიქრობს, როგორ დააღწიოს ამ ყველაფერს თავი. ძალიან ფიქრობს. და ჩემთვის ეს სურათი არის მეგობრებო, არის ტაროლოგის კითხავის. ნახეთ მეგობრებო, უკან ხატია გეგმა თავისი ანუ ამ ცხოვრებაში რომ ხარ მოსული ადამიანი და რისთვის ხარ მოსული, ანუ სქემა იმის ხატია აგერ აქ. აი არის ეს ის. აქეთ ხატია კიდევ ხელი, სადაც მკითხაობაა. ანუ ეს ადამიანი, მეგობრებო, თქვენი პარტნიორი, სავარაუდოდ ტაროლოგთან დადის და ამით გამოსასვლელს ეძებს. გამოსავალ გზებს ეძებს, მეგობრებო. კი. ან უკვე მისულია, ან ფიქრობს მისვლას, რადგან დაწყებას ფიქრობს, რაღაცის წამოწყებას. ან ახალ წამოწყებული აქვს უკვე საქმე, რომ თავისი ამ ჩახლართული ლაბირინთებიდან გამოვიდეს. ტაროლოგის დახმარებით, მეგობრებო. ვიღაცასთან დადის, რომ ამ ყოლაფრიდან ან შეიძლება ლოცვები წაუკითხოს, ან მეგობრებო, წმენდები გაიკეთოს, ან რაღაც მსგავსი. კი. კი, მეგობრებო, კი. 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 ამას აკეთებს. თქვენი პარტნიორი. ამ ყოლაფერს ქალბატონებიც აკეთებენ და მამაკაცებიც, იცოდეთ. ხო, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ცარიელ-ტარიელა არ დარჩეს. ჩვენ ვთქვით იქ რომ ამ ადამიანს განქორწინება უნდა, ან განქორწინებაზე აქვს საქმე მისული, მეგობრებო და ფიქრობს რომ უყოლაფროთ არ დარჩეს, უსახლკაროთ რო არ დარჩეს, რაღაცა წილი რო დარჩეს, რო გამოგდებული არ დარჩეს. ან უკვე გამოგდებულია, მეგობრებო და ამიტომ უნდა მიმართოს ტაროლოგს. კითხავს, რომელმაც უნდა ასწავლოს გამოსავალი ამ ყოლაფრიდან. მოკლედ როგორ მიყვარს ეს დასტები, რომ სასწაულად საუბრობენ უბრალოდ. ხა. ან უკვე დარჩენილია თქვენი პარტნიორი უყოლაფროთ. და ამ ყოლაფრის გამო მიდის ტაროლოგთან და გარკვევა უნდა ამ ყოლაფრის. და რაღაცის წამოწყება უნდა რომ რაღაც მაინც შეინარჩუნოს. ხო, თუ არა და მეგობრებო, წავა აუცილებლად. კი, იმიტომ რომ ძალიან გაურკვევლობაშია, ვერ ხდება რა ხდება. ვერ მიმხვდარა რა ხდება, მეგობრებო. ძალიან გაკვირვებულია თავისი ცხოვრებით. კი. თუმცა ნახეთ ქვემოდან რა კარტია, მეგობრებო. ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. აქ არის ორმხრივი სიყვარული, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ. ან იქნებ ოცნებობდეს ორმხრივ სიყვარულზე ეს ადამიანი. არც ეს არ არის გამორიცხული. მაგრამ ეს არის ორმხრივი გრძნობა. პირდაპირ მნიშვნელობით აჩვენებს კარტი, რომ არის ორმხრივი გრძნობა. ხა. აქ კიდევ ახლა ისეთი ისიც მომდის, მეგობრებო, რომ იმდენად შეიძლება იმდენად უყვარს ადამიანს, რომ ყველაფერი დათმოს და ცარიელ-ტარიელა წამოვიდეს, ლიჟბი წამოვიდეს იმ სიტუაციიდან, მეგობრებო, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ცარიელ-ტარიელა მოვიდეს თქვენთან. ოღონდ წამოვიდეს იქედან და ყველაფერზე თანახმარო ცარიელ-ტარიელა მოვიდეს თქვენთან. რადგან ძალიან დიდი სიყვარული აქვს და მან თვითონ ამბობს, რომ აქ არის ორმხრივი სიყვარული. არ ვიცი ახლა რამდენად მიიღებთ და მისაღებია ეს ჩემი ჩამოთვლილი ვარიანტები თქვენთვის, მაგრამ ასეც შეიძლება მოხდეს. ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მიიღებთ, ცარიელს მიიღებთ თუ ამშვენებულს და დამშვენებულს მიიღებთ თუ საერთოდ არ მიიღებთ, კიდევაც ეს თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო.
მე ნუ განმსჯით ამის გამო. მე რასაც ვხედავ აქ, იმას უბრალოდ ის მომაქვს ინფორმაცია თქვენამდე. ხო. მეტი არაფერი. მოკლედ ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. მეგობრებო, ეხლა მინდა დაპირებული ვოსკი, სამშაბათს და ხუთშაბათს გვექნება ჩვენი ვოსკი. მეგობრებო, ასე რომ ეხლა მე ამ ყველაფერს და ნახოთ რას გვეტყვის. ნახოთ რას გვეტყვის მეგობრებო ვოსკი. რას გვეტყვის ვოსკი მეგობრებო ნახოთ. და ვარკვიოთ ეს ყველაფერი. ხო. მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. კითხვაზე პასუხები არ გვაქვს, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ მომიტევეთ. ხო. მინდა რომ ყვითელი სანთელი ავანთო. და ეს წითელი სანთელი გამოვიყენო ჩემო ძვირფასებო ვოსკისთვის. აბა ვნახოთ თქვენ თავს რა ხდება. ძალიან მინდა რომ კარგად დააკვირდეთ, უბრალოდ არ მოდუნდეთ. ეხლა ყურადღებით იყავით აქეთ ჩემსკენ. ამას შეხედეთ მეგობრებო და ნახოთ ეხლა რა ხდება. მოკლედ დაველოდოთ 2 წუთი, ძალიან საინტერესოდ არის ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, წერტილ რაღაც ამბებს გაიგებთ, რაღაც პატარ-პატარა ამბები გაქვთ, რასაც გაიგებთ. ხო, აქ კიდევ ხედავ სოკოს. მეგობრებო, ძალიან საინტერესოა. აი ეს არის სოკო. აი ეს პატარა არის ცალკე სოკო. ანუ აქ რა ხდება ეხლა მეგობრებო? აი მე აქ ვხედავ ადამიანის პროფილს. მეგობრებო, აი მე როგორ მინდა რომ გაჩვენოთ და აი როგორ ცუდად ჩანს, ღმერთო, რა გავაკეთო. მეგობრებო, ხედავთ პროფილს? ადამიანის პროფილს ხედავთ? მეგობრებო, ხედავთ ხო პროფილს? ხო. ეხლა გეტყვით. დიდი ცხვირი, თხელი ტუჩები, ხუჭუჭი თმები, შეიძლება იყოს ქალიც, რადგან აქ კიკინა აქვს, კიკინე. ხო, მეგობრებო, ეს შეიძლება იყოს ხუჭუჭთმიანი ქალი, ქალბატონი, ნუ ბიჭი შეიძლება იყოს, მაგრამ ეხა ამას ეხა ბიჭს ვერ მივაკერებთ კუც, რო იტყვიან თმის კუც, ხო? თუმცა ბიჭებსაც აქვთ კი, მაგრამ ახლა ჩვენ შემთხვევაში არა. ხო. ანუ უფრო ქალის პროფილია და იცით როგორი ქალის პროფილია მეგობრებო? აი თითქოს ქალს კი არ გავს, მამაკაცის ცხვირპირი აქვს, აი უფრო ისეთია, ყაცურია, რო იტყვიან.
ისეთი ადამიანია და ამ ადამიანს ძალიან ბევრი წერტილები აქვს, ძალიან ბევრი ფიქრები აქვს რაღაცასთან დაკავშირებით. თუმცა სახეს არ გაჩვენებთ, მიმიკას არ გაჩვენებთ. უბრალოდ ჩრდილში დგან, აი ჩრდილის პროფილი ჩანს მეგობრებო. ხედავთ ხო? ჩრდილში ახლა ეს ტუჩების მოყვანილობა ხო არ გამოჩნდება ჩრდილში, არ გამოჩნდება. ამიტომ ეს ადამიანი სახეს არ გაჩვენებთ და იცოდეთ რომ აი ესეთია თქვენი, მოდი ასე დავარქვათ, ისეთი ცუდის მსურველი ადამიანი, რომელიც თითქოს ესე გაკვირდებათ შორიდან. კი, ძალიან ბევრი ფიქრები აქვს, ძალიან ბევრი ცუდი ფიქრები აქვს, მინდა გითხრათ. ხო. იმიტომ რომ კარგი ფიქრის მქონე ადამიანი ასე არ გამოხატავს თავის ყველაფერს დამალულად არ იქნება მეგობრებო. როდესაც ცუდი აზრები და ფიქრები აქვს ადამიანს, ხო. ისა ესეთი. ასე რომ ხო, უბრალოდ ესე გვაჩვენა სახე. დავსპირტავ ერთი წუთით, რომ ხელით არ მინდა შევერხო. ასე რომ მეგობრებო, ხო, ესეთია ეს ადამიანი. ახლა ნახოთ კიდევ რა ფიქრები უტრიალებს ამ ადამიანს თავში, მოწყდა ეს კუდი მოწყდა მეგობრებო, მოწყდა. ანუ დაიჭერთ თქვენ ამ ადამიანს. თქვენ ამ ადამიანს აუცილებლად აღმოაჩენთ. ესე თმებში წვდებით მეგობრებო, რატომღაც. კი, ამ კუდს მოაჭრეთ, მოაძრობთ. აი ესე თმებში წააფრინდებით მეგობრებო, ასე, აი რატომღაც შემრჩა ეს თმის კუდი ხელში. კი. ნახეთ, წვეტიანი აზრები აქვს ამ ადამიანს, როგორ წვეტი დარჩა აქეთ. წვეტი ცხვირი, თქვენ ცხოვრებაში რო სულ ცხვირს ყოფს, ისეთი ადამიანია ეკი. ეს ცხვირიც რომ მიაწყდეს, ხო კაი იქნება. კი, მეგობრებო, იქედან რა ხდება? აქედან რა ხდება, მეგობრებო? და ეხლა მინდა დაგანახოთ აქედან რაც ხდება. აქედანაც ეს ცხვირი აქვს. მოკლედ ეს ადამიანი, მეგობრებო, ნახეთ როგორი ცხვირი აქვს. ბურატინოს ცხვირი. ბურატინოს ცხვირი, მეგობრებო. აი? ხედავთ ხო? ბურატინოს ცხვირი. ყველაფერი რო აინტერესებს, სად ხართ, ვისთან ხართ, რა სჭამთ, რა გაცვიათ და რაღაც მსგავსი. კი. აქ ვხედავ ადამიანს, რომელიც ლოცულობს. ხელები აქვს აი ასე და ლოცულობს. უფალს ევედრება რაღაცას. კი. აქ ვიღაც არის. ეს სავარაუდოდ იქნებ თქვენ იყოთ. ან თქვენზე ვინმე ლოცულობდეს მეგობრებო. და ძალიან კარგია თუ კი ჯერ თქვენ რო ილოცებთ და თუ კი თქვენზე ლოცულობს ვინმე ხო ეს ხო საერთოდ ძალიან კარგია. კიდევ აქ რას ვხედავ? მეგობრებო, თქვენც თუ კი ხედავთ რაიმეს, შეგიძლიათ დაწეროთ. მეგობრებო. ძალიან მინდა გაჩვენოთ რაღაცები, მაგრამ აი ეს აი გადაწყდა. ვერაფერს ვერ დაგიშავებთ, ეს ადამიანი გარწმუნებთ. აი ესე მოწყდება კისერი თქვენი ნაყურები მეგობრებო. დაინახეთ ხო? აი ესე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ესე ყელი მოწყდება თქვენი ნაყურებით ამ ადამიანს. აი რა სიბოროტეც აქვს ამ ადამიანს მეგობრებო. ესე მოწყდება კისერი. ხო, აი ასე ზუსტად. კი მეგობრებო, ვერაფერს ვერ დაგიშავებთ, ვერავინ აწი, ეს იცოდეთ. არა, თქვენ იმდენად უკვე მიხვდებით, მე ვიზე საუბრობ, ამ ყველაფერს თქვენ ძალიან მალე მიხვდებით. თქვენ აღმოაჩენთ ამ ადამიანს, ვინც არის თმებში წვდებით და ამ ადამიანს ეს ადამიანი იმზომამდე მივარო. აი თქვენ ვერაფერს ვეღარ დაგიშავებთ უკვე. არი ნერვიულოთ ამ ყველაფერზე. ასე რომ ყველაფერი დარჩება ამ სანთელთან. მეგობრებო, ამას მე თვითონ მივხედავ, ეხლა ვიცი სადაც უნდა გაუშვა, სადაც უნდა ჩაუშვა რო იტყვიან. თქვენ არი ნერვიულოთ ამაზე. მოკლედ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი დილის გათენება ამასთან ერთად
და ყოველი დღე იმედით და სიყვარულით სავსე ყოფილი იყოს თქვენთვის. მე კიდევ მეგობრებო დაგემშვიდობებით და გელოდებით კომენტარებში, როდესაც ავტვირთავ YouTube გვერდზე, ვისთან როგორ რეზონირდება, დამიტოვეთ კომენტარები. აბა ხვალამდე, დროებით.